როგორც თქვით, ევროპასთან სიახლოვე არის თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ევროპასთან სიახლოვე შეიძლება გავიგოთ სხვადასხვანაირად, შეიძლება ევროპასთან სიახლოვე გავიგოთ პოლიტიკური აზრით, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობას, ევროკავშირთან სიახლოვეს, ან ევროკავშირის წევრობას, ან ცდილობას ქვეყნის მიმართ რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. Am ეს შეიძლება ნიშნავს რაღაც შედარებით უფრო ობიექტურ მახასიათებლებს, ანუ ევროპასთან სიახლოვეს გეოგრაფიული თვალსაზრისით თუ კულტურის თვალსაზრისით, რომ იმ აზრით, რომ აი ქვეყანა შეიძლება დავახასიათოთ როგორც ევროპული კულტურის ქვეყანა. ახლა ცალსალკე განვიხილოთ, მოდით ეს ორი ინტერპრეტაცია, ცნების ევროპასთან სიახლოვე, დავიწყოთ პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ შეგვიძლია დავყოთ ეს 30 პოსტკომუნისტური სახელმწიფო სამ კატეგორიად. ერთი ეს იქნება ის ქვეყნები, რომლებიც უკვე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მეორე ეს იქნება ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან ამას. ამ კატეგორიაში შეიძლება შევყვანოთ ის ქვეყნების, რომელსაც თვითონ ევროკავშირი ცნობს, ასე ვთქვათ, ასპირანტ ქვეყნებად და გარკვეული რაღაც ზომით დაპირებული აქვს, რომ პირდება, რომ ეს ქვეყნები როდესღაც შეიძლება გახდნენ ევროკავშირის წევრები, ან შეიძლება აქ ვიგულისხმოთ ის ქვეყნები, რომელთა მიმართ ასეთი დაპირება არ არსებობს, თუნდაც შორეულ მომავალზე ორიენტირებული, რომ არსებობს ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივა, მაგრამ თვითონ ამ ქვეყნებს აქვთ ნათლად და ცალსახად გამჟღავნებული ნება, რომ ევროპაში გაწევრიანება მათ უნდათ, რომ ისინი თავს ქვიან ევროპულ ქვეყნებად და ეს არის მათი პოლიტიკის პრიორიტეტი. ამ შემთხვევაში, აი ამ მეორე კატეგორიის ქვეყნებში, გულისხმობ საქართველოს, რომელიც აშკარად ამბობს, რომ ის არის ევროპული ქვეყანა და მისი მისწრაფება არის გახდეს ერთშენიერ დღეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ევროკავშირი არანაირად არ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არანაირად არ წაახალისებს მის ასეთ მისწრაფებას და ფორმალურად არ ცნობს მას, როგორც ასე ვთქვათ, ასპირანტ ქვეყანას. და მესამე ჯგუფში შევაქვეყნები, რომლებიც არიან ევროკავშირის ქვეყნების ხადია, მაგრამ არც გამოუთქვამთ სურვილი ევროკავშირში შესვლისა. თუმცა ზოგიერთი მათგანი, ვთქვათ, სომხეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი არიან ევროპის პარტნიორობის წევრები, ანუ ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრები. ბელარუსი შეიძლება ჩაითვალოს, რომ გეოგრაფიულად ევროპული ქვეყანაა, მაგრამ პოლიტიკურად მათ არ აქვთ, ესენი არ არიან ორიენტირებული ევროკავშირის წევრობაზე. ცხადია, ევროკავშირის წევრობაზე ორიენტაცია ეს ძალიან ბევრ ამას ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკისთვის. ეს ევროკავშირზე ორიენტაცია ნიშნავს ერთიშევ, რა თქმა უნდა, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებ ისე, რომ ევროპის გახსნილ ბაზარზე, ევროპის შიგნით, ევროპის წევრებისთვის გახსნილ ბაზარზე შეღწევა გინდა და შესაბამის მოთხოვნებს აგმაყოფილებ, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ევროპაში შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ქვეყანა. აი ეს, ამიტომ სრულიად გასაკვირი არ არის, რომ აქ არსებობს საკმაოდ აშკარა კორელაცია და ამ ცხრილში ეს ჩანს, ანუ ალბათ ყველაზე უფრო ძლიერი და თვალსაჩინო კორელაცია აი ამ დაჯგუფებასა და ქვეყნების დემოკრატიულობას შორის. ჩანს სწორედ აი ამ ცხრილში, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც არიან უკვე ევროკავშირის წევრები, მათ როგორც წესი აქვთ Freedom House-ის მიერ მინიჭებული ერთიანი, ანუ პრინციპში საუკეთესო შესაძლებელი ნიშანი თავისუფლების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი შეფასება თავისუფლების დონის თვალსაზრისით
ნუ სამ ქვეყანას არა აქვს ეს ერთიანი, 1.5 აქვს ხორვატიას და 2 აქვს ბულგარეთს და რუმინეთს, მაგრამ ნუ ესეც ნიშნავს, რომ ესენი თავისუფალი ქვეყნები არიან. სხვანაირად ისინი ვერ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. აი, ასპირანტი ქვეყნები, ასე ვთქვათ, მიმეორებ ის ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირი ცნობს ასპირანტად, ან ისინი ვინც არიან რეალურად ვარ ევროკავშირის მათ ასე ფორმალურად ასეთად არ ცნობს. ნებისმიერ შემთხვევაში ესენი არიან ესეთ აშკარად თვალსაჩინოდ ნუ შუა კატეგორიაში. ანუ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში, როგორც წესი, თუმცა რამდენიმე მათგანი ხდება, ზოგიერთი მათგანი ხდება თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში, მონტენეგრო, სერბეთი, მაგრამ ნუ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა აკლია, მაინც ცოტა აკლია იმამდე, რომ ნაწილობრივ თავისუფალი იყოს, ანუ ახლოს არის ნაწილობრივ თავისუფალ კატეგორიათან. ყველაზე ცუდი აჩვენებელი აქვს კოსოვოს, მაგრამ ისიც ასე გაჭირვებით, მაგრამ მაინც ეტევა აი ამ თავისუფალი ქვეყნის კატეგორიაში, ნახევრად თავისუფალი უკაცრავად. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნები, რომელთაც უნდათ ევროპულობა, უნდათ ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ჯერჯერობით როგორც წესი, მთლად ევროპულები ვერ არიან თავისი პოლიტიკური სისტემებით, ნუ აი ესენი არიან სწორედ კანდიდატი ან ასპირანტი ქვეყნები. და მესამე ჯგუფი ქვეყნებისა ეს არის ქვეყნები, რომლებსაც არც არიან და არც მიისწრაფიან ევროკავშირისკენ. ნუ როგორც წესი, ესენი არიან არათავისუფალი ქვეყნები. ნუ სომხეთი ფორმალურად ითვლება ნაწილობრივ თავისუფალში, მაგრამ ზღვარზეა, ზედა ზღვარზეა, ასე ვთქვათ, ანუ ძალიან ახლოა იმასთან, რომ იყოს სრულიად არათავისუფალი. ერთადერთი გამონაკლისი არის მონღოლეთი, ნუ ქვეყანა, რომელიც საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ ანუ თავისუფალი ქვეყანაა, თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში შედის, მაგრამ ნუ ელემენტარული გეოგრაფიული ფაქტორის გამო ძალიან შორს არის ევროპასთან, მასთან ახლოს არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელიც თუნდაც ესწრაფვის გაევროპელობას, ასე ვთქვათ, ევროპულ ქვეყნად აღიარებას. ასე რომ აქ სასახად გეოგრაფიული ფაქტორი მუშაობს როგორც მინიმუმი, ანუ გეოგრაფიული ფაქტორი საკმარისია იმისთვის, რომ გამორიცხოს მონღოლეთის მხრიდან ევროპული პრეტენზიის, ევროპული ასპირაციის გამოთქვა. სხვა ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ აქ არის ქვეყნები, ვთქვათ, ბელარუსი, რომელიც პრაქტიკულად ევროპული ქვეყანაა გეოგრაფიულად, რუსეთი, რომელიც როგორც ევროპელები ხშირად ამბობენ, აი ჩეხოვი ხო ევროპელი მწერალია, ტოლსტოი ხო ევროპელი მწერალია, მაგრამ რუსეთიც კულტურულად ევროპული ქვეყანაა. შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში ასეთად ჩაითვალოს გეოგრაფიულადაც რუსეთის დიდი ნაწილი ევროპაა და მოსახლეობის უმრავლესობა ევროპაში ცხოვრობს, მაგრამ აი თქვათ ევროპაზე ორიენტაციის არ ქონა ყოველ შემთხვევაში კორელაციაშია მის არასაკმარის დემოკრატიულობასთან. ახლა ჩავთვალოთ სხვა ამბავია ეს უკვე ინტერპრეტაციის საკითხია. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ქვეყნები არ არიან დემოკრატიულები, თუ არა, მაგრამ კორელაცია საკმაოდ ძლიერია, საკმაოდ თვალსაჩინო აშკარაა იმისათვის, რომ ეს ვარაუდი სერიოზულად მივიღოთ. ახლა გადავიდეთ